დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ და ადამიანის ცხოვრების გზაზე, სადაც ჯანმრთელობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ჯანმრთელობა თავისუფლება, ადამიანისთვის კი უმნიშვნელოვანესი, სწორედ თავისუფლება, ისევე როგორც ადამიანია, თავად ნებისმიერ საზოგადოებაში ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე დიდი ღირებულება. სწორედ ამის გათვალისწინებით შუქნიშნის კონცეფცია არა მარტო საკვებს იტევს ჩვენს გადაცემაში, არამედ განსაზღვრავს ჩვენს დამოკიდებულებასაც. ჩვენ მოძრაობთ, ჩვენ სიფრთხილით ვყოვდებით, შემდეგ ვჩერდებით, რომ მოვემზადოთ და ხელახლა დავიწყოთ მოძრაობა. ეს არის ჩვენი შუქნიშნის კონცეფცია და განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც ჩვენი შუქნიშნის კონცეფცია გასაზიარებელი ხდება სხვა ადამიანებისთვის. განსაკუთრებით გვეამაყება ნებისმიერი თაობის ადამიანი, რომელმაც შეიყვარა ჩვენი შუქნიშანი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ კვებითი შუქნიშნის პრინციპით დაიწყო ინფორმაციის გადალაგება საკუთარ მეხსიერებაში და შემდეგ ამ ინფორმაციის გამოყენება. და დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დღევანდელი გადაცემა დავიწყოთ ისტორიით, რომელიც სწორედ კვებით შუქნიშანს უკავშირდება, შუქნიშნის კონცეფციას უკავშირდება, თუმცა მომზადებულია იმაზე გათვლით, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეს იქნება მაგალითი, როგორ გამოიყურება მაგალითად ესა თუ ის ასაკობრივი ჯგუფი დაინტერესებული შუქნიშნის კონცეფციით. ლუკა ფანქველაშვილის სიუჟეტი ჩვენს ეთერში. მე ვარ ნოცა შაუნაძე, მე ვარ ნოცა მღებრიშვილი, დემეტრე შიომხვილაშვილი ვარ 9 წლის. მე მოვედი გადაღებაზე. დედა მითხრა, რომ რაღაცა შეკითხვებისავით დაგისვავენო და პასუხი უნდა გასცეო. 3 ფერიიდო ჩემს უკან. უნდა გადაგველაგებინა პროდუქტები, რა იყო ჯანსაღი და რა იყო არაჯანსაღი. წითელზე უნდა დაგვედო ესეთი პროდუქტები, რაც ძალიან ცუდი არის ჩვენ ორგანიზმისთვის. ვაშლი დავდე მწვანეზე. მე დავდე ვაშლი მწვანეზე, რადგან სასარგებლოა, შეიცავს ბევრ ვიტამინს, რკინას, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის სასარგებლოა. და ასევე ძალიან გემრიელია. ეს არის წითელი და მწვანე ვაშლი და ამათაც დავდებ მწვანეზე. ყველს დავდებ მწვანეზე. ეს არის ყველი და მე დავდებ ამას მწვანეზე. ყველს დავდებ მწვანე ფერზე. ხახს დავდებ ყვითელზე. დავდებ ყვითელზე. ხახს დავდებ ყვითელზე. დონატები დავდე წითელზე. იმიტომ რომ დონატები არის ტკბილეული და არ არის ეგეთი სასურველი, რომ ჩვენმა ორგანიზმმა მიიღოს ის. დონატი ყვითელზე, რადგან ეს გემრიელია, მაგრამ ცუდ რაღაცაებსაც შეიცავს, რომ გემრიელი იყოს და წითელზე დავდგე კრუასანი და დონატები, რადგან არ შეიძლება რომ ჭამოთ. ჩვენთვის სასარგებლო არ არის. წიწაკა დავდე ყვითელზე. წიწაკა იმიტომ დავდე ყვითელზე, იმიტომ რომ არ არის ეგეთი კარგი. ერთი შეიძლება სუპში ჩავამატო და სადმე. ავოკადოსაც მწვანეზე დავდე. ეს არის ავოკადო და მას დავდე მწვანეზე. ავოკადო დავდე წითელზე, რადგან არ აქვს გემო და არა სასარგებლო ჩემი აზრით. ეს არის სოკო და მას დავდე ყვითელზე. სოკოსაც ყვითელზე დავდებ ყვითელ ფერზე. სოკო იმიტომ დავდე ყვითელზე, რომ არ არის ეგეთი სასურველი, იმიტომ რომ არის ობიანი, შხამიანი და ასე შემდეგ სოკო და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ავარჩიოთ რომელი არის შხამიანი და რომელი არის სასარგებლო. ყურძენს დავდებ მწვანეზე. მას დავდებ მწვანეზე. მწვანეზე. მე დავდე ყურძენი კარგზე, რადგან ის არის სასარგებლო, შეიცავს ვიტამინებს და ასევე გემრიელია. მაწონს დავდებ ყვითელზე. მაწონს დავდებ მწვანე ფერზე. მას დავდებ მწვანეზე. მაწონი დავდე მწვანეზე, რადგან ძალიან სასარგებლოა. გამიხარდა ის ფაქტი, რომ აქ ვალაგებდი ჩემს საყვარელ საჭმელს და არასაყვარელს და ვანაწილებდი სადაც მინდოდა. ძალიან მომეწონა.
სხვებისთვისაც სასარგებლოა და ბევრ რაღაცას ვისწავლით. პროფესიონალურმა რო შეხედოს იმ პროდუქტებს, როგორც მე დავალაგე, ჩემი აზრით ეგეთი ცუდი შეფასებასაც არ მომცემს. მინდა რომ შეგახსენოთ, რომ სულ უყურეთ პირველ არხს. რამდენიმე უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ თანამედროვე ადამიანი საკუთარ სამოს თავად მიირთმევს, ანუ ჩვენი ტანსაცმლის ქსოვილს ვჭამთ. უცნაურად ჟღერს, მაგრამ მოდით ცოტა შორიდან დავიწყებ. რამდენიმე წლის წინ დუკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მიანიშნეს საზოგადოებას, რომ ნანოპლასტიკი შეიძლება დაუკავშირდეს თავის ტვინში ბუნებრივად არსებულ ცილებს და ხელი შეუწყოს ისეთ დაავადებებს, როგორიც არის მაგალითად პარკინსონის დაავადება და ხელი შეუწყოს დემენციას. უცნაურად ჟღერდა მაშინ ეს მოვლენა, მაგრამ მოგვიანებით კიდევ ერთი საინტერესო კვლევა გამოქვეყნდა, ამჯერად კალიფორნიის უნივერსიტეტის, რომელიც უკავშირდებოდა მიკროპლასტიკის დამსახურებით დედამიწიდან, ხმელეთიდან, სწორედ ხმელეთზე ბინადარი პარაზიტების ოკეანეში გადანაცვლებას, რის შემდეგაც ეს პარაზიტები ჯერ მოლუსკების ორგანიზმში აღმოჩნდნენ და შემდეგ კვლავ ადამიანებს დაუბრუნდნენ. მეცნიერები დაფიქრდნენ, რამდენად მრავალფეროვანია ზომები, პარამეტრები, მახასიათებლები იმ ხელოვნური მასალისა, რომელიც პლასტმასიდან, ანუ პლასტიკური მასალიდან გადაიქცევა ცალკეულ ნაწილებად და ასეთ შემთხვევაში საგანგებოდ გამოყოს ორი კომპონენტი. ეს გახლავთ მიკრობურთები და მიკროძაფები. მიკრობურთები ძალიან ხშირად გამოიყენება კოსმეტიკურ წარმოებაში, ხოლო მიკროძაფები, მაგალითად პოლიესტერის ან ნეილონის სახით აღმოჩნდება ჩვენს სამოში და ასეთ შემთხვევაში, როდესაც სარეცხს მანქანაში ჩვენ ამ ქსოვილებს დავამუშავებთ, შემდეგ ეს მიკროძაფები აღმოჩნდება, მიკრობოჭკოები გადაინაცვლებს წყალში. შეუერთდება მსოფლიო ოკეანეს და შემდეგ ისევ კვლავ ჩვენ დაგვიბრუნდება. ანუ ახსნა იმისა, თუ რატომ მივირთმევთ ჩვენსავე სამოს, მე ვფიქრობ, ამ კავშირით ძალიან ადვილად აღსაქმელია. თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ ჩვენი გადაცემის დამოკიდებულება პლასტიკური მასის მიმართ და მე ვფიქრობ, გადაცემის ბოლოს ამაზე კიდევ უფრო დეტალურად გესაუბრებით. მაგრამ როდესაც ჩვენ საუბრობთ ხოლმე ჩვენი გადაცემის ფორმატის ახალ ელემენტებზე, მინდა გაგახსენოთ მაგალითად პროდუქტები, რომელიც სოციალურ მედიაში ხვდება სწორედ გადაცემის ნამუშევარი და შემდეგ ბრუნდება ჩვენს ეთერში. დღეს ერთი ასეთი მაგალითი გვაქვს, როდესაც მაგალითად ჩვენი საუბარი პლასტიკურ მასაზე და პლასტიკური მასის ჭურჭლის გამოყენებასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო გამოხმაურების ობიექტი აღმოჩნდა. და მოდით ერთად ვნახოთ ეს რილსი, რომელიც სოციალური მედიისთვის მომზადდა და ვნახოთ კომენტარები და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. რატომ არ უნდა შევინახოთ ტყემალი და ღვინო ერთჯერად პლასტმასის ბოთლებში? ალბათ დამეთანხმებით, ზამთრისთვის მარაგის შენახვა ჩვენი საოჯახო ტრადიციების ნაწილია. ბევრმა თქვენგანმა ალბათ სამზადისი ზაფხულში დაიწყო და ახლა შემოდგომაზე აგრძელებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ დაგავიწყდათ ჩვენი გადაცემის რეკომენდაციები და გაითვალისწინეთ, რომ ტყემალი და ღვინო არ უნდა ჩავასხათ პლასტმასის ჭურჭელში. რატომ? ალბათ ესეც გახსოვთ, თუმცა მაინც გაგახსენებთ. 2022 წელს ადამიანის სისხლში პირველად აღმოჩნდა მიკროპლასტიკი. უფრო გვიანი კვლევებით კი დადგინდა, ყველა იმ ადამიანს, ვისაც საძილე არტერიებიდან ამოუღეს ათეროსკლეროზული ფოლოქები და იქ იპოვეს მიკროპლასტიკი, შემდგომი 34 თვის განმავლობაში გაცილებით მაღალი რისკი ჰქონდათ გულის შეტევის და ინსულტის, ვიდრე იმ პირებს, ვისაც მსგავსი შედეგები არ ჰქონდათ. რას ნიშნავს ეს? როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს ცოდნა ყოველდღიურ ჩვენს ცხოვრებაში? გავიხსენოთ, რომ როდესაც ჩვენ ერთჯერად ჭურჭელზე ვსაუბრობთ, დიახ, წყალი არის ერთჯერად პლასტმასის ჭურჭელში და ეს იმას ნიშნავს, რომ მისი განმეორებითი გამოყენება არ არის რეკომენდებული. განსაკუთრებით ტყემლის და ღვინის შემთხვევაში, რადგან ორივე
არის ცოცხალი პროდუქტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გარდა თვისებებისა, რომელსაც ის დაკარგავს, ძალიან ბევრ მავნე ნივთიერებას შეიძენს, რომელიც ჩვენი ჯანმრთელობისათვის შეიძლება ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამოხმაურება, რომელიც ამ რილს მოყვა და კომენტარები, კითხვები, რომელიც გულისყურით წავიკითხეთ და გარწმუნებთ, არც ერთ მათგანს უყურადღებოთ არ დავტოვებთ. სხვათა შორის საინტერესოა, რომ დღევანდელი გადაცემის მსვლელობისას, განსაკუთრებით გადაცემის ბოლო ბლოკში, ძალიან ბევრ კითხვას, აქ მითითებულ კითხვებს პასუხი გაეცემა და ყველა იმ კითხვას, რომელსაც დღევანდელ გადაცემაში ჩვენ ვერ ჩავატებთ, გარწმუნებთ, მაყურებელი აუცილებლად მიიღებს ამ კითხვებზე ამომწურავ პასუხს. მე კი გავაგრძელებ გადაცემას. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი არის კვება და საკვების შესაბამის ჭურჭელში ასევე ჩვენი ყოველდღიური არსებობის განუყოფელი ნაწილი იყო, არის და იქნება. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის შევაფასოთ ჭურჭელი არა უბრალოდ ესთეტიკის ან სარგებლიანობის თვალსაზრისით, არამედ იმ ისტორიული ღირებულების ჭრილში, რომელიც თაობიდან თაობაში, როგორც ისტორიული მეხსიერება, აი ასე მკვიდრდება. დღეს ჩვენ ვეცდებით ჭურჭელს ცოტა განსხვავებული თვალით შევხედოთ და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ გასტრონომიური კულტურის მკვლევარი ქალბატონი დალი ცატავა. დილამშვიდობისა ქალბატონო დალი. დილამშვიდობისა, მოგესალმებით. მივესალმები ჩვენს მაყურებელს, თქვენს მაყურებელს. ჩემ თავსაც, იმიტომ რომ მე მუდმივად თქვენი მაყურებელი ვიყავი ვარ და ვიქნები. მადლობა დიდი და როდესაც ჩვენ საუბრობთ ამა თუ იმ საკითხზე აზრის შეჯერებასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, რომ დღეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ერთსა და იმავე საკითხს სხვადასხვა პოზიციიდან შევხედოთ და ვთქვათ ჭურჭელთან დაკავშირებული იმ გამოცდილების შესახებ, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ჩვენამდე მოიტანა. თუ ისტორიას გვერდზე გადავდებთ, ეს არ არის მარტივი ამბავი, როდესაც ჩვენს ისტორიაზე ვლაპარაკობთ იგივე ჭურჭლის გამოყენებასთან დაკავშირებით, ამას შეველიოთ, მაგრამ დღეს ის შემთხვევაა, როდესაც ძალიან პრაგმატულად, ძალიან რეალისტურად უნდა დავინახოთ ის მემკვიდრეობა, რაც ჭურჭლის გამოყენებას უკავშირდება. ერთია უბრალოდ ჭურჭელი, როგორც ყოველდღიური აუცილებლობა და მეორეა მიზნობრიობა, ანუ დანიშნულებასთან შესაბამისობა, რომელიც ჩვენმა წინაპარმა ძალიან კარგად იცოდა და ყველა საკვებისთვის შესაბამისად არჩევდა და გარდა ამისა, ამას ითვალისწინებდა სეზონის მიხედვით, ითვალისწინებდა საქართველოს კუთხეების მიხედვით, ითვალისწინებდა სხვადასხვა გარემოებების, ანუ ეს იქნებოდა ყოველდღიური მოხმარების თუ დამარაგებისთვის განკუთვნილი, აბსოლუტურად განსხვავებული იყო ეს ჭურჭელი მასალითაც, ფორმითაც და თავისი გამოყენების დანიშნულებითაც. მოდით აი აქედან დავიწყოთ საუბარი. ძალიან საინტერესო თემაა იმ თვალსაზრისით, რომ ყველა ჭურჭელი გვიყვება ისტორიას. იქნება ეს პორცელანი, იქნება გუდა თუ სხვადასხვა ჭურჭელი, რომლითაც ჩვენ ვინახავდით საკვებს, რომელსაც ხმარობდით ყოველდღიურ ცხოვრებაში და ყველაზე ძველი შენახვის მეთოდი, რითაც დაიწყო დაუშვათ კაცობრიობა, საკვების შენახვა იყო გამოშვრობა, ხო? მაგრამ გამომშრალს როგორ ინახავდა? ეს ხო საინტერესო რაღაცა არის. ინახავდა გუდაში, ინახავდა ქვაბულებში, ინახავდა ტილოში. იაპონელები მაგალითად ღრმა ჭას თხრიდნენ და იქ ინახავდნენ, იმიტომ რომ უფრო ზღვის პროდუქტების საშიში თემა იყო. მაგრამ დასავლეთში, სადაც ჭაობიანი ადგილები იყო, კოლხეთის დაბლობის ადამიანები, ასევე ჭაში ყიდებდნენ ხოლმე ბევრს და ასევე პატარა ქვევრებში ინახავდნენ. ქვევრი ძირითადად ეხლა შეხედეთ რა საინტერესო რაღაცაა. ქვევრი, რომელიც არის ჩვენი არტეფაქტი და რომელმაც მოგიყვა ისტორია. სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ იუნესკოს აღიარება მიიღო, რომ ხო ჩვენს ტრადიციას, უწყვეტ ტრადიციას. და ამიტომაც არის ისტორია ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესო. და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო თემა არის
რომ ჩვენი წინაპრები ზანდახან ფიქრობ, რომ გენიოსები იყვნენ, იმიტომ რომ ისეთი უდიდრესი ემპირიული გამოცდილება ჰქონდათ, რომ აი ფოთლოვანი ხისგან აკეთებდნენ მხოლოდ დავუშვათ ჯამებს, კოვზებს, რაც ანუ ყველა ჯიშის ხიდან არა. სპეციფიკური იყო შერჩევა, დიახ. ზუსტად იცოდნენ. იგივე შესაბოლი მასალა, ხო? დავუშვათ საკვებისთვის. აი მეგრელი მაგალითად ჯამანგარს ეძახის, კეთილშობილი ხე. გარდა ამ კეთილშობილი ხეების არაფრით არ ბოლავდა არც ხორცს, არც მით უმეტეს რძის პროდუქტებს, არც წიწაკას, რაჭველი ზუსტად ასე იქცევა. იმიტომ რომ სპეციალური ხეა, რომ რაჭველი ლორი გამოიყვანოს. იმიტომ არის სიტყვა გამოყვანა. ნელ-ნელა რომ სადღაც შორიდან უვლის, რომ კანცეროგენული რაღაცები, ამიტომაც შეიძლება, ეხლა მე ასე ღრმად ვერ ჩავალ ამაში, მაგრამ რომ ნაკლებად იყოს გამოყვანილ შებოლილ საბედნიეროდ მაშინ არ იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა და შეიძლება ინტუიციითაც ხდებოდნენ თქვენ რომ ბრძანებდით გენიოსები. გენიოსი მაშინ არც სიტყვა იყო, მაგრამ ის სიბრძნე რაც მათ ჰქონდათ, რასაკვირველია ჰარმონიაში. თუმცა მე დაუბრუნდები თქვენს ფრაზას, როდესაც თქვენ დაიწყეთ საუბარი შენახვის ტრადიციებთან დაკავშირებით და სწორედ ამ ჭრილში მივედით, ვთქვათ, გამოშრობის შებოლვის ან მსგავს ტექნიკებთან. როდესაც ჭურჭელზეა საუბარი, თქვენ ქვევრი ახსენეთ, ჩვენ აუცილებლად უნდა გავახსენოთ ჩვენ საზოგადოებას, რომ ქვევრი არაუბრალოდ ღვინოსთან ასოცირებული ჭურჭელია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სათავსო უამრავი პროდუქტისთვის, მაგრამ თიხის ჭურჭელთან ერთად რას ვიყენებდით? რატომ არის მნიშვნელოვანი დავინახოთ ისტორიულ ჭრილში ყველა ის მასალა, რომელსაც ჩვენი წინაპრები იყენებდნენ და დღემდე ძალიან აქტუალურია? კერამიკა ყველაზე მეთუნეობა ზოგადად აიცით როგორი ფრაზები გვხვდება ძველ ჩანაწერში. ეს პატიოსანი კაცია მეთუნეა. დიახ, ღირსების ამბავი იყო, იმიტომ რომ და როგორც აი მეპურეს ამბობდნენ და მეპურეები ჯარშიც არ მიყავდათ, არც ძველ რომში და საქართველოშიც უდიდესი პატივით იყვნენ, მაგრამ ის თონეც ხო ჩვეულებრივი თიხისგან იყო და ჩვენ ზოგადად მთელ დედამიწაზე სულ რამდენიმე 40-მდე თუ არ ვცდები არის ნიადაგი და საქართველოში ფაქტიურად 38-ზე მეტი სხვადასხვა ნიადაგი გვაქვს. საოცარი რაღაც ქვეყანა გვაქვს. ანუ აქედან რომ დავიწყოთ ხო დასავლეთიდან აფხაზეთში, სამეგრელოში, იმერეთში, გურიაში, კახეთში მით უმეტეს ყველგან იყო მეთუნეობა გავრცელებული და ზუსტად ზოგიერთი მოჭიქული, ზოგიერთი კიდევ არ იყო მოჭიქული და უპირატესობას ძველ დროში მაინც ისეთ ჭურჭელს ანიჭებდნენ, რომელიც არ იყო მოჭიქული და რატომ? აი ასე ამბობდნენ, რომ სუნთქავსო და სანამ დღემდე ასე აკეთებს ის ადამიანი, ვინც ხმარობს აი ესეთ დაუშვათ კეთს, იგივე რამე ჭურჭელს, რომლითაც ამზადებს საკვებს, რომ წინასწარ ასველებენ და მერე დგამენ ღუმელში დღეს თუ უკვე, რომ ფაქტიურად ის ყველაფერი იშუშება და შიგნით ყველაფერი რაც დევს, ანუ ბოსტნეული თუ ხილსაც აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები, ფაქტიურად შიგნით ცოცხალი რჩება, ბევრი რაღაცა. და ამიტომაც უფრო მეტად ეს თემა იყო გავრცელებული და ასევე ტყავი. მაგალითად ძალიან ცნობილი ღვინის გადაზიდვისთვის საჭირო ტიკები, რუმბები ბებერი კამეჩის ტყავისგან იყო, სადღაც 200 ლიტრიც კი ჩადიოდა, მაგრამ ძალიან კარგად იცოდნენ მეღვინეებმა და იგივე ვინც ყიდდა, ვინც ვაჭრობდა ღვინით მოვაჭრებმა, რომ 2-3 დღის მერე აუცილებლად სხვა ჭურჭელში უნდა გადაესხათ ეს ღვინო, თორე გემოსიკრავდა. იგივე თულუხჩები იყო, თბილისი წყლით არ მარაგდებოდა და თულუხჩების აი წყალს რითაც ყიდნენ ეს თულუხჩები, ისიც აუცილებლად ტყავისგან იყო გაკეთებული, რომელიც ინახავდა ძალიან კარგად წყალს და ბაზარში, ეხლა განსაკუთრებით შეითან ბაზარი, ანუ ცნობილი იყო, სადაც თულუხჩები წყალს ყიდნენ, ყოველთვის ტყავისგან იყო ეს ტიკიც გადაზიდვის და გადატანის გარკვეულწილად პრაქტიკული მიზნებიც ჰქონდა, იმიტომ რომ სავარაუდოდ, როდესაც სითხე გადაგაქვს და ადვილად დაზიანებადია
მტრევადია მაგალითად ჭურჭელი, იმის რისკი რომ ეს წყალი დაღვარო გზად მაღალია, მაშინ როდესაც ტემპერატურის შენარჩუნებისაც და იგივე მოცულობის შენარჩუნებისთვისაც ძალიან მოსახერხებელია. თუმცა აი ხის და მეტალის ჭურჭელზე მინდა გკითხოთ. ისტორიულად როგორია ჩვენი დამოკიდებულება ხის და მეტალის ჭურჭელის? მეტალი უფრო თუმცა ჩვენ ხალიბების ქვეყანა ვართ და ტერმინიც კი შემორჩენილი არის მთელ მსოფლიოში ხალიბური, ანუ რკინას ნიშნავს. და უძველესი წარმოება გვაქვს ამისი ჭედვის წარმოება და ზოგიერთი ვარაუდით ანტიკურ საბერძნეთში აქედან გახონდათ ეს ზუსტად ამტკიცებული საბოლოოდ მაინც არ არის დღემდე მიდის კვლევები და არტეფაქტები და არქეოლოგიური გათხრებიდან ჩანს რომ უდიდესი წარმოება ჰქონდა ამისი და ინახავდნენ ზუსტად აი ამ ჭურჭელში იხმარებოდა ჯამებიც იხმარებოდა კოვზებით სანამ ოქრო შემოვიდა და ვერცხლი შემოვიდოდა და რასაკვირველია ხის ჯამჭურჭელი ამაზე ვთქვი მაგრამ ერთი საინტერესო ფაქტი არის რომ ფაქტიურად ხის ჭურჭელი იყო საწყაო ანუ დაუშვათ იქ გადაზიდვის საშუალება, გადაყიდვის საშუალება, იგივე ბაზარში საწყაო იყო, დაუშვათ ხორბლისთვის. კი, ამზომავი 17-დან 18 კილომდე ჩადიოდა და ერეკლე მეფეს ყავდა მისტიური, რომელიც გადაყიდვის მერე შეიძლება და საწყაო გაეზომა და ისჯებოდა ის ადამიანი თუ რაღაც ნაკლები წონის თუ მოატყუა სხვა. ხო, აი როგორ კონტროლდებოდა ბაზარი. იგივე დაუშვათ თაბახი ერქვა, რომლითაც იყიდებოდა ბაზარში თევზეული და თაბახიც იზომებოდა, იმიტომ რომ წონით არ იყიდებოდა მაშინ თევზი. და რამდენიც ეტეოდა ერთ თაბახი აუცილებლად კეთილშობილი ხისგან უნდა ყოფილიყო გაკეთებული. ანუ თევზს რო ინახავდა რაღაც ნაირად ალბათ ჯანსაღად. ანუ ჩვენი წინაპარი ამაზე ყველაფერზე ფიქრობდა და რაც შეეხება რძის ნაწარმს, ჩვენ აგერ უმშვენიერესი და უმდიდრესი ვართ რძის ნაწარმით და გუდაში ავარგებდნენ ჩვენი წინაპრები და გუდას სპეციალურად დამუშავება სჭირდებოდა 1000-ნაირი ხერხით და შემდეგ იკემსებოდა კანაფის ძაფით ეს ყველაფერი და იმაში ვარგდებოდა გუდის ყველი. თუშური გუდა ჩვენი უნიკალური ყველია. სამეგრელოში მეგრული გუდა კეთდებოდა თხის ყავისგან და კონსისტენცია აბსოლუტურად სხვანაირია, როცა ცხრის ტყავში ავარგე. ანუ აღმოსავლეთ საქართველოში და როცა თხის მეგრელები კაცილაშს ეძახიან და კაცილაშში ავარგებდნენ ასევე ქიფური ქვია, მაწონს, რომელიც მრზემჟავა პროდუქტად იქცევა და მარგეს ეძახდნენ, რომ იგივე გუდათი ატანდნენ. შორგზაზე მაკალათია წერს ამაზე, რომ შორგზაზე უნდა გადავსულიყავი აჭარის მთებში და მითხრესო, რომ არც მოგწყურდება, არც მოგშივდებოდა, აი ეს კაცილაში მომცესო, სადაც დავარგებული მაწონი იყო. აი ესეთი იგივე ყაურმა რო იციან, წყემსების ყაურმა, ხო? მივა, ეხლა წყემს ხო არ გადააქვს, ქვაბი და რაღაცები არ გადაგქონდა ყოველ შემთხვევაში და მივა აი ამ გულღვიძილს ჩაყრის, ცხრის ტყავში ამოთხრის ორმოს, ზემოდან დააგიზგიზებს ცეცხლს, აქ ჩადებს ამას თავს მოუკრავს, ბეტონ დაიძინებს, გაიღვიძებს და სადილიც მზად არის. ანუ ძალიან ბევრი გონივრული გამოყენება არის სხვადასხვა ჯანსაღით ჭურჭლის. რეალურად მასალის, რომელსაც ჭურჭლად აქცევდა ჭურჭლად აქცევდა და გონივრული. ყველას კი არა. და იგივე დაუშვათ, სანამ ოქრო შემოვიდა და როცა ეს ოქრო ვერცხლი ყველაფერი შემოვიდა, რომელიც არ იყო ყველასთვის ხელმისაწვდომი. ხელმისაწვდომი, მაგრამ ერთი ვერცხლის ყოვზი ფაქტიურად ყველა ოჯახში იყო და ფაქტიურად აი ამ კულტურაში, გასტრონომიულ კულტურაში, საქართველოს ყველა რეგიონში ერთი და იგივე ტენდენცია იძებნება თაფლთან მიმართებაში. რომ აი უსუსურ ბავშვებს, რომ თაფლიან წყალს ასმევენ, რანგს ეძახიან. დასავლეთში და აღმოსავლეთში თუშებს აქვთ ხალა წყალა. ვერცხლის კოპს აგდებდნენ, ქერს უმატებდნენ, კარგად შეანჯღრევდნენ და მეცხვარეებსაც მიქონდათ, მოგზაურებსაც მიქონდათ და ბავშვებსაც ასმევდნენ. მაგრამ ვერცხლის კოვს
თაფლის რო ჩააგდებდნენ, ხო, არ უნდა მოგერია ვერცხლი ალბათ ასტერილებს კიდევაც. იმიტომაც არის ზიარებისას ოქრო ან ვერცხლის კოზი რო გამოიყენება და სამეფო ოჯახებში ეს უკვე მიღებული ტონი იყო, როგორც პორცელანი შემოვიდა და ეს ვასკო და გამამ ჩამოიტანა მე-12 საუკუნეში საოცარი ინფორმაციები იმოგზაურა და სხვათა შორის თბილისში იყო და აღფრთოვანებული ყოფილა თბილისის ხილით, თბილისური ბაზრების, საკვების გემოებით და ეს პორცელანის ზღაპრული ამბავი მოუყვა მთელ მაშინდელ აბრეშუმის გზის ხალხს და მერე უკვე ყველას აინტერესებდა ევროპაში როგორ კეთდებოდა ეს ეგრეთ წოდებული პორცელანი, ფაიფური. მაგრამ უკვე გერმანელებმა მე-17 საუკუნეში მაისენში, დღემდე ცნობილი არის მაისენის ფაიფური, ხო? გამოიგონეს თავისი შემადგენლობით და იმიტომ რომ ჯერ ერთი მსუბუქია და არის ესთეტიურად ძალიან ლამაზი, რისი მოხატვაც შეიძლება და ეს ზოგადად ეს ჭურჭლის კულტურა სხვა რაღაცა არის. თუმცა აღმოსავლურ კულტურებს თუ გადავხედავთ, იგივე ჩინური ფაიფურის საიდუმლოებები, რომელიც სხვადასხვა საუკუნეში მიტაცებული, დაკარგული და ასე შემდეგ სხვადასხვა ფორმით იყო ძიების საგანი, მერე ძალიან სერიოზულმა სამეცნიერო ჯგუფმა აღადგინა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის კაცობრიობის მონაპოვარი და მათ შორის ჩვენი კულტურის მონაპოვარი. კულტურის ისტორიაა. რა თქმა უნდა. კულტურის ისტორიაა, იმიტომ რომ იმიტომაც არის ახლა მაგალითად ბუკინგემის სასახლეში სპეციალური თარგი არსებობს, რამდენი სანტიმეტრით იყოს დაშორებული ერთი ბოკალი მეორეს და დანაჩანგლები, ესე რომ ისევე როგორც ყველგან, სადაც ეტიკეტის დაცვა ხდება, სუფრის ეტიკეტის. სერიოზული ეტიკეტის თემაა და ეს ძველი ჩაიდანი, ბებიაჩემის ნაქონი, იგივე იაპონელი თუ ბებიამისის აგამონონები არის ეგეთი ტაბა. იმით თუ გამოგიტანს, ეს ნიშნავს, რომ შენ უდიდესი პატივისცემის სტუმარი ხარ მისთვის. ჩემგან უდიდესი პატივისცემით დაგემშვიდობებით ქალბატონო დალი დღეს დაგემშვიდობებით. მადლობას გეტყვით სტუმრობისთვის და მე ვფიქრობ ძალიან სასიამოვნოა ყოველთვის ძალიან საამაყოა ჩვენს ისტორიაში გადახედვა, თუნდაც იმიტომ რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რა საოცრად ბრძენი წინაპარი ყავდა და რომ სწორედ მათი სიბრძნის დამსახურება დღეს რო შეგვიძლია, არა უბრალოდ ვილაპარაკოთ, არამედ გამოვიყენოთ ის მონაპოვარი, რაც მათ დაგვიტოვეს. და მე მიხარია, რომ ბაზარი გაჯერებულია თანამედროვე დიზაინის თიხის ჭურჭლით და ახალგაზრდები მუშაობენ აქ. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როდესაც მე მახსოვს ჩემი პუბლიკაციები 2000-იან წლებში თუ ვინმე დაინტერესდება და ნახავს, არის ძალიან დიდი გულისტკივილით დაწერილი, თუნდაც იმიტომ, როგორ მიივიწყეს ქართული სუფრა და ძალიან სერიოზული სტატიები მაქვს მაშინ დაწერილი. დიდი მადლობა ქალბატონო დალი, მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ გასტრონომიური კულტურის მკვლევარი ქალბატონი დალი ცატავა. მე არ გემშვიდობებით, წინ გველოდება კვებითი შუქნიშანი. კვებითი შუქნიშანი, რომელიც როგორც წესი უკავშირდება საკვებ პროდუქტებს ან კვების მოდელებს, დღეს მთლიანად ჭურჭელზეა მორგებული. რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ჩვენი გადაცემისთვის იმის გახსენება, რა იყო ჩვენს ისტორიულ მეხსიერებაში აღბეჭდილი ჭურჭელთან დაკავშირებით, როგორც ჩვენი სამედიცინო აზროვნების საიდუმლო. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ ისტორიული მეხსიერების გააზრება, რომელიც ჩვენს გადაცემას უკავშირდება. შეუდარებლად მოკლეა ჩვენი ისტორია, იმ ისტორიასთან შედარებით, რაც ჩვენმა ქვეყანამ და ერმა გაიარა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ის მონაპოვარი, რაც ჩვენს ისტორიას ჰქონდა, მეტნაკლებად ვცადეთ და გადმოვიტანეთ ჭურჭელთან მიმართებაში. რატომ? მიუხედავად იმისა, რომ არც ევროპის მასშტაბით, არც რომელიმე ქვეყნის მასშტაბით მსოფლიოში ჯერ კიდევ არ იყო პლასტმასზე საუბარი. არ იყო აკრძალული ამ პროდუქტების გამოყენება 2012 წლიდან. ხოლო 2014 წლიდან კამპანიურად ჩვენმა გადაცემამ დაიწყო საუბარი იმ რისკებზე, რომელიც ახლავს მაღალტექნოლოგიურ ჭურჭელს. და ასეთ შემთხვევაში საუბრისას დავიწყეთ მინიშნება იმაზე, რომ პლასმასის ბოთლის ნაცვლად გამოვიყენოთ მინის ბოთლი. მით უფრო რომ ჩვენი ისტორიის ნაწილია
მინის ჭურჭლის წარმოება საქართველოში იმ მინერალური დანალექების წყალობით, რომელიც ბუნებრივად არსებობს ჩვენს ქვეყანაში. თიხის ჭურჭლის გამოყენება, როდესაც ჩვენ რამდენიმე სტიქიას ერთად წარმოვიდგენთ, მიწის, ცეცხლის, ჰაერის და ასეთ შემთხვევაში ხის კოვზი და ნაჭრის ჩანთა, ანუ ქსოვილის ნაჭრის ჩანთა, იყო ის შევსება, რომელიც ბუნებრივი მასალებით აღქმულ პროდუქტის შესანახ, გადასატან, ჭურჭლად გამოსაყენებელ მასალაზე მიგვანიშნებდა. დიახ, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობდით ამ პროდუქტებზე, ჩვენ მხედველობაში გვქონდა ერთი მხრივ ჯანმრთელობის რისკები და მეორე მხრივ ის შესაძლებლობა, ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ გვაქვს და შეგვიძლია ძალიან სასარგებლო ჩვენ ჯანმრთელობისთვის გამოვიყენოთ. მაგალითად, ხის კოვზი იმისათვის, რომ საკვების მომზადების დროს არ დავკარგოთ აუცილებელი საკვები ნივთიერებები, განსხვავებით მეტალის კოვზის შეხებისგან. როდესაც თიხის ფიალაზე ვლაპარაკობთ და შეიძლება გამოვიყენოთ როგორც საწყაო, საზომი, ამზომი, როგორც დოზიმეტრი იმისთვის, რომ ულუფას არ გადავაჭარბოთ, როდესაც საუბრობთ მრავალჯერადი გამოყენების ბიოდეგრადირებად, ანუ ბუნებრივად განადგურებად ქსოვილის ნაჭრის ჩანთაზე და საუბრობთ მინის ბოთლზე, როგორც ბუნებრივი მინერალებიდან დაბადებულ და ასევე ბუნებაში ადვილად დასაბრუნებელ პროდუქტებზე. და ეს ყველაფერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც 10 წელზე მეტი გავიდა და მთელმა განვითარებულმა სამყარომ გადაწყვიტა უარი თქვას იმ პროდუქტებზე, რომელზედაც მინიშნება ჩვენ ჯერ კიდევ 2014 წელში კამპანიის დასაწყისში გქონდა და 2012 წელში სხვადასხვა გადაცემაში ინტენსიურად საუბრობდით. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ გაცილებით ადრე დავიწყეთ ამ ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ საზოგადოების განწყობა მომზადებულიყო და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ასეთ შემთხვევაში გავიხსენოთ, რაზედაც საუბრობთ. არ შეიძლება ღვინო შევინახოთ პლასმასის ჭურჭელში, არ შეიძლება პლასმასის ჭურჭელი ვაკადროთ ღვინოს, არ შეიძლება აჯიკა, ტყემალი, ძმარი შევინახოთ პლასმასის ჭურჭელში. არ შეიძლება მომინანქრებული, ეგრეთ წოდებული დაზიანებული, ემალირებული ჭურჭელი, როგორც საზოგადოებაში უწოდებენ, გამოვიყენოთ მას შემდეგ, რაც დაზიანების უბანი აღმოვაჩინეთ. არ არის მიზანშეწონილი მაღალტექნოლოგიური ყველა პროდუქტის გამოყენება, მით უფრო რომ მათ შესახებ თქვენ ჩემზე ხშირად კითხულობთ სოციალურ ქსელში სხვადასხვა ინფორმაციას. ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომელი პროდუქტი რასთან ურთიერთობაში, რომელ მასალასთან ურთიერთობაში ქმნის რისკს და მე რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ. მაგალითად, ხის ჯამი, მინის ჯამი და კერამიკის ჯამი, თიხის ჯამი. მოდით შევადაროთ ერთმანეთს რა განსხვავებაა მათ შორის. როდესაც ჩვენ საუბრობთ ამ პროდუქტებზე, რა თქმა უნდა, ძალიან სასარგებლოა ხის მასალა და ძალიან მნიშვნელოვანია მისი ბუნებრივი თვისებების გამოყენება, მათ შორის საგემოვნო თვალსაზრისით. მაგრამ ხორც პროდუქტებისათვის ხის ჭურჭლის გამოყენება ან ხის დაფის გამოყენება შეიძლება მაღალი რისკის შემცველი იყოს, რადგან ესა თუ ის გამომწვევი, ესა თუ ის მიკროორგანიზმი ან მიკრობი, როგორც უწოდებენ ხოლმე საზოგადოებაში, დარჩეს ამ მასალაში და ძალიან სერიოზული პრობლემა შექმნას ამ ჭურჭლის ხელმეორედ გამოყენების დროს. მაგალითად, მინის ჭურჭელი. მინის ჭურჭელი ძალიან ეფექტიანად გამოიყენება როგორც შესანახად, ასევე თერმული დამუშავებისთვისაც, მაგრამ შეგვიძლია ყველანაირი ცხიმი შევინახოთ, მაგალითად, ისეთ გამჭვირვალე ჭურჭელში, რომელიც ახლა მე ხელთ მაქვს. არა, მაგალითად, ცხიმი არ შეიძლება გამჭვირვალე ჭურჭელში შევინახოთ, რადგან მასში არსებული მაგალითად ავიტამინი დაიშლება და ის სიკეთე, რაც ჩვენ და ამ პროდუქტისგან მივიღოთ, მხოლოდ და მხოლოდ ჭურჭლის არასწორი შერჩევის გამო დაგვეკარგება. მაშინ როგორი უნდა იყოს ასეთ შემთხვევაში ჭურჭელი? კარაქი და ზეთიც სასურველია შევინახოთ მინის დაბურულ მუქი ფერის ჭურჭელში, რომელიც არ არის გამჭვირვალე. და როგორი უნდა იყოს თიხა და კერამიკა. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ შემთხვევაში ვილაპარაკოთ რისკებზე, რომელიც ზუსტად ვიცით დღეს მრავალი გამოკვლევის შემდეგ რო არსებობს. დიახ, ჩვენ საუბრობთ, რამდენად ბუნებრივია ეს მასალა და რამდენად კარგად შეიძლება გამოვიყენოთ თერმული დამუშავებისთვისაც, შენახვისთვისაც, ყოველდღიური მოხმარებისთვისაც, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარწმუნებულები ვართ ამ პროდუქტის უსაფრთხოებაზე.
შემცველობაში. რა რისკი შეიძლება იყოს? ბევრი, მაგრამ მე ერთს დავასახელებს, მაგალითად, ეს გახლავთ ტყუის შემცველობა. პროდუქტებში, ისევე როგორც ტყუია შეიძლება იყოს სათამაშოში, ტყუია შეიძლება იყოს წყლის ავსში, რატომ არის ხშირად ვამბობ ხოლმე, ავსში ხანგრძლივად დაყოვნებული წყალი, სასურველია რომ არ გამოვიყენოთ და მაგალითად ონკანის წყალი ჩაიდანში ჩავასხათ, ავადუღოთ და შემდეგ მოვამზადოთ ნაყენი უკვე მტკნარი წყლის ადუღებული ვერსიით და არა ავში ნადგომი წყლით, რადგან ასეთ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ტყვის პროდუქტში გადმოსვლის რისკი. მოკლედ, როდესაც ჩვენ ამ პროდუქტებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი, რომელიც უკავშირდება თავად ადამიანს. ერთია, როდესაც ჩვენ ვუყურებთ ჭურჭელს. ჭურჭელი ეს არის სათავსო ამა თუ იმ პროდუქტისთვის, ჩვენი საკვებისთვის, კერძისთვის, როგორც ყოველდღიური მოხმარებისთვის, ასევე შესანახად, გადასატანად. მაგრამ თავად ადამიანიც არის განსაკუთრებით მთლიანობაში, როდესაც აღვიქვამთ ასეთი რთული სისტემა, სადაც ჩვენ უნდა გვახსოვდეს მისი ჭურჭელიც და ჭურჭლის შიგთავსიც. ადამიანი, როდესაც ჩვენს თვალწინ დგას, ჩვენ მის სხეულს ვხედავთ და სხეული არის ჭურჭელი. მაგრამ ადამიანი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სხეული. ადამიანი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ჭურჭელი და დამოკიდებულებასაც გაცილებით აღმატებულს იმსახურებს, ვიდრე ჭურჭლის მიმართ გვექნება დამოკიდებულება. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჭურჭელს შეუძლია შიგთავს შეუცვალოს თვისება, ისევე როგორც ძალიან ხშირად შიგთავსი განსაზღვრავს, როგორ სახეს მიიღებს ესა თუ ის ჭურჭელი. ეს იყო დღევანდელი ჩვენი გადაცემა, რომელსაც მე ვფიქრობ, ძალიან ბევრ პრაქტიკულ წახნაგს მოუძებნით. მე ორშაბათამდე გემშვიდობებით, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.